მოგესალმებით კიდევ ერთხელ, ბრუნდებით დღის არხზე და ბრუნდებით გადაცემით საუბრები განათლებაზე. აქვე გეტყვით, რომ ეს არის სეზონის ბოლო გადაცემა და დღეს ჩვენ ვისაუბრებთ ქუთაისის საერთაშორისო უნივერსიტეტის შესახებ, კონკრეტულად კი უმაღლესი სასწავლებლის მზადების შესახებ, თუ როგორ ემზადება ის ახალი სასწავლო წლისათვის და ასევე ახალი ნაკადის მისაღებად. საუბარი გვექნება როგორც ბაკალავრიატის საფეხურზე, ასევე შევეხებით სამაგისტრო პროგრამებსაც და წარმოგიდგენთ ჩვენ სტუმრებს, რაც მთავარია მოსაშვილს, ქუთაისის საერთაშორისო უნივერსიტეტის ასოცირებულ პროფესორს, ხარისხის უზრუნველყოფის მენეჯერს. დიდი მადლობა, რომ ხართ ჩვენი გადაცემის სტუმარი. მოგესალმებით, პირველ რიგში დიდი მადლობა მოწვევისათვის. მოხარული ვარ, რომ უნდა ვისაუბრო ქუთაისის საერთაშორისო უნივერსიტეტის საგანმანათლებლო პროგრამების შესახებ, იმ სიახლეების შესახებ, რითაც ქუთაისის საერთაშორისო უნივერსიტეტი 2025-2026 წლის სასწავლო პროცესისათვის ემზადება. საინტერესო და მნიშვნელოვანი არის, მით უმეტეს მოდით კიდევ ერთხელ შევახსენოთ ჩვენს მენელებს, კარგად იციან, რომ მიმდინარეობს საგამოცდო პროცესი, რომელიც 3 ივლისიდან დაიწყო ერთიანი ეროვნული გამოცდებით და 23 ივლისს დასრულდება და ახლა მიმდინარეობს მეორე სესია და გეოგრაფიას აბარებენ აბიტურიენტები და სწორედ ამ კონტექსტიდან გამომდინარე, ასევე შეუერთდებიან მაგისტრობის კანდიდატებიც, რა თქმა უნდა, ამ ნაკადს. როგორ ემზადებთ თქვენ ახალი ნაკადის მისაღებად, რა განახლებულ პროგრამებს თავაზობთ და რა არის ის თავისებურება, ის მთავარი ხიბლი, რატომ უნდა გააკეთოთ თქვათ არჩევანი კონკრეტულად ამ უმაღლეს სასწავლებელზე? პირველ რიგში წარმატებებს ვუსურვებ აბიტურიენტებს, ვინც წელს გახდება სტუდენტი, განსაკუთრებით წარმატებები ქუთაისის საერთაშორისო უნივერსიტეტის მომავალ სტუდენტებს. ჩვენ წელს ვთავაზობთ ძალიან ბევრ სიახლეს, შეიძლება პირდაპირ ასე ვთქვათ და ხმამაღლა ვთქვათ ამის შესახებ, იმიტომ რომ გავაფართოვეთ, საკმაოდ გავაფართოვეთ საბაკალავრო პროგრამების არეალიც წელს უკვე გარდა იმ 3 პროგრამისა, რომელიც აქამდე ქუთაისის საერთაშორისო უნივერსიტეტში არსებობს და მიმდინარეობს. ეს პროგრამები არის კომპიუტერული მეცნიერება, მათემატიკა და მენეჯმენტი. წელს ქუთაისის საერთაშორისო უნივერსიტეტი საბაკალავრო დონეზე ახალი პროგრამებით შემოდის საქართველოს საგანმანათლებლო სივრცეში. ეს პროგრამები არის ფსიქოლოგია, რომელიც არის ქართულ-ინგლისურენოვანი პროგრამა ბამბერგის უნივერსიტეტთან ერთად, რაც იმას ნიშნავს, რომ თითქმის 80% ამ პროგრამის განხორციელებისა არის ძირითადად მიმართული და მასში ჩართული არიან გერმანელი პროფესორები და ასევე პროგრამა არის განსხვავებული, განსაკუთრებული და სთავაზობს სხვადასხვა დონის სიახლეებს ჩვენს აბიტურიენტებს. ასევე გვაქვს ქართულ-ინგლისურენოვანი პროგრამა სამართალმცოდნეობა, რომელიც ასევე გერმანულ მოდელზე დაფუძნებით შეიქმნა, ძალიან საინტერესო სწავლის მეთოდებით და ასევე გამოცდილებით, უცხოური გამოცდილებით. გვაქვს ახალი პროგრამები, 2 ახალი პროგრამა, რომელიც არის ორმაგი ხარისხის და ორმაგი დიპლომით პროგრამები. ეს არის დიზაინის საბაკალავრო პროგრამა, რომელიც ნეაპოლის უნივერსიტეტთან ერთად შემუშავდა და აქაც ძირითადად ჩართული არიან იტალიელი პროფესორები პროგრამის როგორც შემუშავებაში, ასევე განხორციელებაში და ასევე ნეაპოლის უნივერსიტეტთან ერთად შემუშავდა მედიცინის პროგრამა, რომელსაც დავიწყებთ ამ სასწავლო წელს. თუ არის რაიმე ინფორმაცია, რასაც უნდა მიაქციონ ყურადღება, როდესაც ირჩევენ თქვენ უნივერსიტეტს, იმიტომ რომ ჩვენ ვიცით ხო, რომ აქვთ უნივერსიტეტს იმის შესაძლებლობა, რომ თავისი მოთხოვნა დააყენონ. იქნება ეს განცდილი მინიმალური კომპეტენციის ზღვარი, თუ რას ეკეთდება, როგორი არის სწავლების ენა, არ ვიცი, რამდენიმე ფაქტორი არის, ხო, რაც მნიშვნელოვანია ასეთი არჩევანის გასაკეთებლად. ხომ არ აქვს თქვენ უნივერსიტეტს განსაკუთრებული მოთხოვნა აბიტურიენტებისათვის, ან არ ვიცი, უცხოურ ენაში უნდა გქონდეთ მაღალი ქულა, რაღაცა ზღვარი არის თქვენს მიერ დაწესებული, შეგვიძლია რომ ეს ამ დეტალებზე თავიდანვე უნდა აღინიშნოს, რომ ჩვენ ყველა პროგრამაზე შედარებით მაღალი ზღვარი გვაქვს, ვიდრე სხვა პროგრამებზე არის ზოგადად საქართველოში, შესაბამისად, განსაკუთრებით იმ პროგრამებზე, სადაც ტექნიკური თვალსაზრისით უფრო მეტი მოთხოვნებია, რა თქმა უნდა, მაღალია
ზღვარი მათემატიკის და ტექნიკური საგნების მიმართულებით. დიახ. უნდა აღინიშნოს, რომ ჩვენი პროგრამები, გარდა იმ ორი პროგრამისა, რაც ვახსენე, რომ ქართულ ინგლისურენოვანია თქო, არის მხოლოდ ინგლისურენოვანი და ეს იძლევა იმის საშუალებას, რომ საერთაშორისო დონეზე ჩვენი კურსდამთავრებლები იყვნენ კონკურენტუნარიანი და შესაბამისად მოთხოვნაც ამ მიმართულებით არის მაღალი. და როდესაც აკეთებენ ასეთ მნიშვნელოვან არჩევანს, მათ უნდა იცოდნენ ხო ყველა დეტალის შესახებ, ანუ კამპუსის შესახებ, სად იცხოვრებენ ისინი და აქვე გკითხავთ, რომ განვაზოგადოთ ეს თემა, რამდენად მნიშვნელოვანი ხშირად ვეკითხები ხოლმე უმაღლესი სასწავლებლების წარმომადგენლებს, რომლებიც არიან ჩვენი გადაცემის სტუმრები, რამდენად მნიშვნელოვანია ინფრასტრუქტურა, რა გავლენას ახდენს და მithmetes თქვენ ბრძანდებით ხარისხის უზრუნველყოფის მენეჯერი, მე მესმის რომ შინაარსობრივი ნაწილი არის უმთავრესი და მნიშვნელოვანი, მაგრამ აი ეს კომპონენტიც რამდენად მნიშვნელოვანი არის. დიახ, სწორად აღნიშნეთ, მატერიალური რესურსი ძალიან მნიშვნელოვანია ზოგადად შეფასებისათვის, ნებისმიერი პროგრამის შეფასებისათვის, უნივერსიტეტის შეფასებისათვის, შესაბამისად ქუთაისის საერთაშორისო უნივერსიტეტი არის უნივერსიტეტი, რომელსაც ფაქტურად ანალოგი არ ყავს რეგიონში, არა მხოლოდ საქართველოში, არამედ რეგიონში, თავისი ინფრასტრუქტურით, თავისი სამეცნიერო კვლევითი რესურსებით, რომელიც ამ უნივერსიტეტს გააჩნია. ჩვენ სტუდენტებს აქვთ საუკეთესოდ აღჭურვილი გარემო, სასწავლო გარემო, რაც იმის საშუალებას აძლევთ, რომ ისწავლონ, ჩაატარონ ასევე რაღაც პატარ-პატარა კვლევებიც კი, საბაკალავრო დონეზეც კი და ჩაერთონ სხვადასხვა პროექტებში, რომლის საშუალებასაც ქუთაისის საერთაშორისო უნივერსიტეტი იძლევა. ასევე უნივერსიტეტი არის აღჭურვილი როგორ თქმის, მაგრამ საცხოვრებლით, სტუდენტთა საცხოვრებლით, საუკეთესოდ აღჭურვილი სტუდენტთა საცხოვრებლით და შესაბამისად ყველა პირობა, რაც სტუდენტს თუ პროფესორ მასწავლებელს სჭირდება საგანმანათლებლო სივრცეში, ეს ყველაფერი ქუთაისის საერთაშორისო უნივერსიტეტს აქვს ისეთ დონეზე, რომ თვით უცხოელ პროფესორებსაც კი აქვთ ხოლმე პირველი რეაქცია, როდესაც ისინი როგორი არის ჩამოდის. გადანაწილება, როდესაც ჩვენ საუბრობთ უცხოელ პროფესორებზე, ხო, აი როგორი არის თქვა გადანაწილება აი ამ მიმართულებით და ზოგადად აკადემიური პერსონალი, ხო, როცა ჩვენ საუბრობთ რამდენიმე მნიშვნელოვან კომპონენტზე, რომელიც თავისთავად უმაღლესი სასწავლებლის წარმატებას აღნიშნავს, ერთ-ერთი მთავარი და უმნიშვნელოვანესი არის აკადემიური პერსონალი. აი რა ხდება ამ მიმართულებით და რა ვიცი, რა ნაბიჯები იქმნება იგივე ვთქვათ, მათი განვითარებისათვის, იმიტომ რომ ისინი არის მთავარი, ხო, სამარკო ნიშანი, ასე ვთქვათ. დიახ, ერთ-ერთი მნიშვნელოვანი ფაქტორია, რაც მიიქცევს ხოლმე ყურადღებას ქუთაისის საერთაშორისო უნივერსიტეტზე საუბრის დაწყებისთანავე, ეს არის ის შესაძლებლობა, რომელიც ჩვენ სტუდენტებს აქვთ და საკმაოდ დიდი შესაძლებლობა, რადგან თითოეულ პროგრამაზე, რომელიც ჩამოვთვალ და რომლის შესახებაც დღეს ვისაუბრებ, თითქმის 80% პროფესორ მასწავლებლების არის უცხოელი პროფესორები და ეს შეიძლება ითქვას, რომ დასაწყისში მხოლოდ აქცენტი ჰქონდა მიუნხენის ტექნიკურ უნივერსიტეტზე და ძირითადად გერმანელი პროფესორებით იყო დაატვირთული ჩვენი სასწავლო პროგრამები, მაგრამ დღეს უკვე იტალიელები შემოგვიერთდნენ, დღეს უკვე შემოგვიერთდნენ პროფესორები სხვადასხვა ევროპის სხვადასხვა ქვეყნებიდან და აი აგერ უკვე ამერიკიდანაც გამოჩნდა. ერთ-ერთი ძალიან მნიშვნელოვანია ის, რასაც თქვენ ახლა საუბრობთ, მე მითხრათ რომ მოვიგო და წინ უსწრებ მოვლენებს, იმიტომ რომ ძალიან მინდა რომ ვისაუბროთ სამაგისტრო პროგრამების შესახებ, იმიტომ რომ ახალი საგანმანათლებლო პროგრამები დაემატა, ხო, ამ მიმართულებითაც და ერთ-ერთი მნიშვნელოვანი არის ეს ჩაშენებული კომპიუტერული სისტემები. მოდით მოგვიყევით რას გულისხმობთ აი ეს პროგრამა და ზოგადად როგორ ხდება ხოლმე აი ახალი პროგრამის შემუშავება, თქვათ იგივე სილაბუსის შედგენა, გადაწყვეტილების მიღება, რომ აი ეს არის ახლა აქტუალური და აი ამ საფეხურზე უნდა დაინერგოს აი ამ პროგრამით სწავლება.
გადაჭარბებული არ იქნება თუ ვიტყვი, რომ ქუთაისის საერთაშორისო უნივერსიტეტი არის მომავლის უნივერსიტეტი. რაც იმას ნიშნავს, რომ სპეციალობები, რომლებიც ჩვენ გვაქვს, არის მომავლის სპეციალობები, მიმართულია ტექნოლოგიების მიმართულებით და შესაბამისად ის პროგრამა, რომელიც თქვენ ახსენეთ, ჩაშენებული კომპიუტერული სისტემები არის შეიძლება ითქვას ტექნოლოგიების გული. ამ პროგრამის შემუშავებაშიც და განხორციელებაშიც შემუშავებაში ჩართული იყო და განხორციელებაში ჩართული იქნება Kaiserslautern Landau's უნივერსიტეტი გერმანიიდან და ეს არის 2 წლიანი პროგრამა, რომელიც 180 კრედიტს გულისხმობს და რომელიც არის ფაქტიურად მომავლის სპეციალობა. რას გულისხმობს ახლა ის, რომ მომავლის სპეციალობაა დღეს ციფრული სისტემების და კომპიუტერული სისტემების გარეშე ჩვენ ცხოვრება ფაქტიურად წარმოუდგენელია, შესაბამისად ყველა სფეროში დაწყებული ჭკვიანი სახლებიდან, ჭკვიანი ქალაქებიდან, სამედიცინო მიმართულებით იქნება თუ ენერგოეფექტური სისტემების მიმართულებით იქნება, ნებისმიერი მიმართულებით დღეს გვჭირდება კომპიუტერული სისტემები, მათ შორის ჩაშენებული კომპიუტერული სისტემები და ეს პროგრამაც სწორედ ამ მიზნით შემუშავდა. როგორც გითხარით, ეს არის ორმაგი ხარისხის პროგრამა Kaiserslauternis უნივერსიტეტთან ერთად, რაც იმას ნიშნავს, რომ სტუდენტები ისწავლიან 1 წლის განმავლობაში ქუთაისის საერთაშორისო უნივერსიტეტში, ხოლო შემდეგ 1 წლის განმავლობაში მათ მიეცემათ შესაძლებლობა ისწავლონ Kaiserslautern Landau's უნივერსიტეტში. ეს შესაძლებლობას აძლევთ მათ, რომ ჰქონდეთ იმის საშუალება, რომ ეზიარონ ევროპულ განათლებას, ტექნოლოგიებს და ასევე ჩართული იყვნენ ინდუსტრიაში. კერძოდ, გერმანული ინდუსტრია სთავაზობთ მათ როგორც კვლევით პროექტებში ჩართვას, ასევე სხვადასხვა ტიპის სტაჟირებას. და შესაბამისად, აღნიშნული პროგრამის ფარგლებში ჩვენი სტუდენტები მიიღებენ თანამედროვე ევროპულ განათლებას და შემდეგ ექნებათ იმის ცოდნა და უნარები, რომ გლობალურ საერთაშორისო ბაზარზე დაიმკვიდრონ თავიანთი ადგილი. ჩვენ აღნიშნეთ ხო საერთო სამაგისტრო გამოსვლა, რომელიც უნდა ჩააბარო მაგისტრატურაზე სწავლის გაგრძელების მსურველებმა, მაგრამ აქვე ვიტყვი, რომ უმაღლეს სასწავლებელში, ხო, სადაც უნდათ რომ მათ გააგრძელონ ამ საფეხურზე განათლების მიღება, თითოეულ უმაღლეს კონკრეტულ უმაღლეს სასწავლებელს აქვს კონკრეტული მოთხოვნა. აი ამ შემთხვევაში, თქვენს შემთხვევაში, როდესაც ჩვენ საუბრობთ ამ პროგრამაზე, რა არის ის მოთხოვნა, რომელიც უნდა დააკმაყოფილოს კანდიდატმა? და აქვე გკითხავთ, რომ აი იმ შემთხვევაში, რომ თქვენ აღნიშნეთ, ხო, რომ 1 წელს მიიღებს, მათ აქვს შესაძლებლობა, რომ 1 წელი ისწავლონ საქართველოში, 1 წელი ისწავლონ გერმანიაში და თქვათ, გადაწყვეტეს, რომ პირველი წელი მათთვის უფრო მოსახერხებელი არის. აი ამ შემთხვევაში როგორ უნდა მოიქცეს? კარგი შეკითხვა. ასეთი მსურველებისათვის უკვე რეგისტრაციის ფანჯარა ღია Kaiserslautern Landau's უნივერსიტეტის მიერ, მათ შეუძლიათ გაიარონ რეგისტრაცია 15 აგვისტომდე. ჩვენ საიტზე არის ამის შესახებ ინფორმაცია. ეს არის გასაუბრების ეტაპი, რომელსაც დაესწრებიან როგორც გერმანელი ექსპერტები, ასევე ექსპერტები საქართველოდან. და პირველივე წელს შერჩეულ კანდიდატებს ექნებათ შესაძლებლობა, რომ სწავლა დაიწყონ Kaiserslauternis უნივერსიტეტში. როდესაც ჩვენ საუბრობთ, აქვე მოდით მოგვაწოდეთ სხვა, რადგან ჩვენი დრო ნელ-ნელა იწორება სხვა საგანმანათლებლო პროგრამების შესახებ, რომელიც მაგისტრატურისთვის არის განკუთვნილი და აქვე კითხავთ, რაც არის ხოლმე ყველაზე აქტუალური კითხვა, როდესაც ჩვენ ამ საფეხურზე ვსაუბრობთ, ბაკალავრიატისგან განსხვავებით პირველ და მეორე კურსს გულისხმობ, უმეტესი ნაწილი არის დასაქმებული და ამ შემთხვევაში როგორ გვარდება ხოლმე ის საკითხი, რომ ისინი უნდა იყვნენ ქუთაისში, როგორი ხელშეწყობა აქვთ მათ უნივერსიტეტის მხრიდან.
იმიტომ რომ ისინი მუშაობის პარალელურად ძალიან მნიშვნელოვანი კარიერისათვის საკითხია მაგისტრებისათვის. უნივერსიტეტი არის ძალიან მოქნილი ამ თვალსაზრისით. ძირითადად მაგისტრებისათვის სალექციო დღეებად შერჩეული არის პარასკევი, შაბათი, კვირა და იქიდან გამომდინარე, რომ ჩვენ გვაქვს ჰიბრიდული რეჟიმი სწავლების, რადგან ჩვენი პროფესორების 80% არიან უცხოელები, შესაბამისად ჰიბრიდულ რეჟიმს ძალიან აქტიურად ვიყენებთ და დღის მეორე ნახევარი არის განკუთვნილი სწორედ აი ამ მიზნისთვის. მეორე სამაგისტრო პროგრამის შესახებ გეტყვით, მოკლედ წელს კიდევ ერთ ახალ სამაგისტრო პროგრამას ვიწყებთ, ეს არის ინტელექტუალური საკუთრება, ინოვაციები და მეწარმეობა, რომელიც სადაც მიიღება ხორციელდება ერთიანი ეროვნული გამოცდების გარეშე, რაც იმას გულისხმობს, რომ ეს არის ერთწლიანი პროგრამა ბიზნეს ადმინისტრირების კვალიფიკაციით, რომელიც შემუშავდა მსოფლიო ინტელექტუალური საკუთრების ორგანიზაციასთან ერთად, რაც ასევე არის ძალიან დიდი პლუსი ამ პროგრამის სტუდენტებისათვის, რამე თუ აქაც თითქმის 80-85% პროფესორების არის ზუსტად მსოფლიოს ინტელექტუალური საკუთრების ორგანიზაციის მიერ შემოთავაზებული პროფესორები და ეს არის პროგრამა, რომელსაც ანალოგი არ აქვს არა მხოლოდ საქართველოში, არამედ რეგიონში და საკპატენთან ერთად შემუშავდა, ესეც მნიშვნელოვანია, ესეც უნდა აღინიშნოს. როგორ ფიქრობთ, ვინ იქნებიან სურვილები, ანუ რა მიმართულებით ეკნებათ მათ თქვა სურვილი, რომ გააგრძელონ თავიანთი კარიერა და აი პირველი საფეხური რომელი სპეციალობით ეკნებათ მათ დასრულებული. რა მოლოდინები არსებობს? ალბათ კვლევა და ხო ყველაფერს წინ უძღვის კვლევა და რა მოლოდინი არსებობს? ჩვენ არ შევზღუდეთ აბიტურიენტები ამ თვალსაზრისით შეუძლია ნებისმიერ მსურველს, რომ ამ პროგრამაზე ისწავლოს, მაგრამ ძირითადი მოლოდინი მაინც გვაქვს, რომ ამ პროგრამაზე ისწავლიან ადამიანები, ვინც უკვე დასაქმებული არიან და ვისაც სურთ, რომ გაიფართოვონ თავიანთი ცოდნა, აიმაღლონ თავიანთი ცოდნა და უნარები ინტელექტუალური საკუთრების, ინოვაციების და მეწარმეობის მიმართულებით. ძირითადად მაინც ეს მოლოდინი გვაქვს. ერთ-ერთი მთავარი გამოწვევა, რომელიც წინაშე დგას თანამედროვე სამყარო, ხო? ტექნოლოგიების ახსენოთ აქ, რომ ტექნოლოგიების ეპოქაში ეს არის ერთ-ერთი მთავარი გამოწვევა. ნამდვილად. როდესაც ჩვენ საუბრობთ ახალი პროგრამების შესახებ, მოდით ვახსენოთ ის პროგრამები, რომელსაც ვთქვათ, შეიძლება წელს პირველად არ არის მიიღება გამოცხადებული, მაგრამ როგორ ხდება ხარისხის უზრუნველყოფა აი ამ პროგრამებზე, განახლება, იგივე შევახსენეთ ტექნოლოგიები, იგივე შევახსენეთ თანამედროვე სამყარო, ხო? რაღაცეები არის, რაც არ იცვლება, მაგრამ რაღაცეები არის, რაც ცვლილებას აუცილებლად საჭიროებს და კვლევის კომპონენტი, რომელიც თავიდანვე ჩადებული იყო უნივერსიტეტის იდეასა და არსში აი ამ მიმართულებით, თუ გაქვთ რაიმე სიახლეები და რა ხდება? ხარისხის მიმართულებით გავამახვილებ ამჯერად ყურადღებას, ნებისმიერი პროგრამა არის ცოცხალი ორგანიზმი და შესაბამისად განიცდის ცვლილებებს. ჩვენი პროგრამებიც, ჩვენი არსებული პროგრამებიც, რომლებიც აქამდე გვქონდა, არაფერი რომ არ ვთქვათ იმ ახალ პროგრამებზე, რომელთა დაწყებასაც გეგმავთ და დავიწყებთ აუცილებლად. ყველა პროგრამა განიცდის ცვლილებას იმის მიხედვით, თუ რა მოთხოვნებია ჩვენი სტუდენტების მხრიდან პირველ რიგში, შესაბამისად რა მოთხოვნებია შრომის ბაზრიდან გამომდინარე და განსაკუთრებით საერთაშორისო შრომის ბაზრიდან გამომდინარე, რამე თუ ჩვენ როგორც საერთაშორისო უნივერსიტეტი ძირითადად ორიენტირებული ვართ, რომ მივცეთ ჩვენ სტუდენტებს საერთაშორისო სტანდარტის განათლება. შესაბამისად, პროგრამები ყოველთვის იცვლება, დინამიურია პროცესი, მაგალითად, ერთი მაგალითი შემიძლია ახლა
მოვიყვანო მაგალითად მათემატიკა, პროგრამა მათემატიკა, შეიცვალა და წელს უკვე გვექნება მათემატიკა და აპლიკაციები, რომელიც მიმართული იქნება ძირითადად ფინანსური მათემატიკისკენ, ხელოვნური ინტელექტის გამოყენებით, რამე თუ დღეს ყველა ხედავთ როგორი მნიშვნელოვანია ამ მიმართულებით უფრო მეტი ცოდნის და მეტი ცოდნის მიღება და შესაბამისად მეტი სპეციალისტის არსებობა საქართველოს ბაზარზე. ისე როგორც საერთაშორისო. და რამდენი სტუდენტი სწავლობს ახლა უნივერსიტეტში და რამდენი ადგილი განაცხადებული მიიღება იქ პირველ საფეხურზე და ასევე სამაგისტრო პროგრამებსაც. დღეს მდგომარეობით საშუალოდ 1400 სტუდენტია, ველოდებით დაახლოებით კიდევ 800 სტუდენტს და საბოლოო ჯამში შემიძლია ვთქვა, რომ დაახლოებით 5 წლის პერიოდში, შემდეგი 5 წლის პერიოდში გეგმავთ, რომ 10,000-მდე გავზარდოთ სტუდენტთა რაოდენობა და კიდევ უფრო მეტიც შემიძლია ვთქვა, რომ გეგმავთ საერთოდ ჩვენი მიზანი, ასე ვთქვათ, სამიზნე ნიშნული არის 30,000 სტუდენტის ყოფნა ქუთაისის საერთაშორისო უნივერსიტეტში, რომელსაც დამერწმუნეთ, რომ მალე მივაღწევთ იმ მაღალი შედეგებით, რაც გვაქვს. თავარი მიღწევა არის მაღალი ხარისხი. ყველაზე მნიშვნელოვანი რაც არის, ეს არის სწორედ საერთაშორისო სტანდარტების ხარისხი, პროგრამები, რომლებიც საერთაშორისო ბაზრისთვის არის მისაღები და მთავარი გამოწვევა მაინც არის შეიძლება ითქვას საქართველოში მაღალი დონის აბიტურიენტები, რომელსაც ჩვენ ველოდებით ყოველწლიურად და საბედნიეროდ ჯერჯერობით გვყავს კიდეც. და თქვენ გაქვთ დაწესებული, როგორც თქვენ აღნიშნეთ, ის ზღვარი, ხო, რომელიც უფრო მაღალი არის. მაღალი ზღვარი და ის მოთხოვნა, რომელიც უნდა გაითვალისწინონ და მოდი დაგვეუთხრათ აბიტურიენტებს, რომ არჩევის დროს აუცილებლად მიაქციონ ამ ფაქტორებს ყურადღება, იმიტომ რომ ეს არის ძალიან მნიშვნელოვანი, რომ შეხედონ, რომ ქულებს აქვს მნიშვნელობა, რომ უფრო მაღალი არის, თქვათ, ის თამასა, რომელიც ქუთაისის უნივერსიტეტმა დაუწესა აბიტურიენტებს და შეგახსენებთ, რომ ჩვენი სტუმარი იყო ქუთაისის საერთაშორისო უნივერსიტეტის ასოცირებული პროფესორი, ხარისხის უზრუნველყოფის მენეჯერი ია მოსაშვილი. ძალიან დიდი მადლობა, ვიცით, რომ თქვენი აქტიური ჩართულობით შეიქმნა ხო ახალი პროგრამა, რომელსაც ჩაშენებული კომპიუტერული სისტემები, დიახ, ჩემი აქტიური ჩართულობით შეიქმნა, პროგრამის ხელმძღვანელი ვარ გერმანელ პროფესორთან ერთად. და გაქვთ მოლოდინი. რა გეკნებათ 2 წლის შემდეგ, რა მოლოდინი გაქვთ, რა მთავარი ცოდნა და უნარები ექნება თქვენს კურსდამთავრებულს, როცა ამ პროგრამას დაასრულებს. როგორი მოთხოვნა იქნება თუნდაც შრომის ბაზარზე ასეთი კადრის მიმართ. დიახ, ამ მიმართულებით მოთხოვნა დღესაც ძალიან მაღალია და 2 წლის შემდეგ კიდევ უფრო მაღალი იქნება. რამე თუ როგორც თავიდან ვახსენე, ეს არის პროგრამა, რომელიც ტექნოლოგიების მიმართულებით არის და ტექნოლოგიების განვითარებასთან ერთად, რა თქმა უნდა, პროგრამა იმ საშუალებას მისცემს ჩვენს სტუდენტებს, რომ სწორედ თანამედროვეობა საუწყონ ფეხი და ეს პროგრამა იქნება მათი კარიერის არა მხოლოდ გასაღები, არამედ თავად მათი კარიერა იქნება ამ პროგრამაზე დაფუძნებული და ეს იქნება აუცილებლად საერთაშორისო და აუცილებლად წარმატებული მათთვის. ძალიან დიდი მადლობა, უღრმესი მადლობა. შეგახსენებთ, რომ ეს იყო გადაცემა საუბრები განათლებაზე, ეს იყო სეზონის ბოლო გადაცემა და გისურვებთ წარმატება.